საგარეო საქმეთა მინისტრი და გაგიჟებული ვიყავი, იმიტომ რომ ჯერ შევარდნაძე ტელევიზორის მიღმა პირველად ნახე, ახლა სუერთი სული მქონდა ხელი დამედო, რომ ნამდვილი იყო თუ არა. რა პატარა ბავშვი რო ხარ, ახლა დიდი შევარდნაძე რომ მოდის, მიუხედავად იმისა, რომ არეულობის დრო იყო და გენშერი მოიყვანა. და გენშერთან ერთად აქეთ აიწყემოთ, რომ ახვიდეთ ეს 150 მეტრში არის გერმანელი ტყვეების მემორიალი. რომ უამრავი ტყვე არის აქ დაკრძალული, აი აგერ არის იაპონელი ტყვეების მემორიალი, აი ამ ბესეთკის უკანა მხარეს არის კიდევაც იაპონელი ტყვეები, ნუ რუმინელი ტყვეების მემორიალი არ არის, მაგრამ ისინიც იყვნენ და როგორც გითხარით, კანდიჩარკვი ადრე ვამბობდი, კანდიჩარკვიანი თავის მოგონებებში წერს, რომ რუმინელებს განსაკუთრებით უყვარდა კუებიო და კუს ტბაზე კუ აღარ დადიოდაო, იმიტომ რომ ის ნახევრად შეერი ხალხი რო დაწანწალებდა ეს ტყვეები, დადიოდნენ და სადაც რაც მოახერხებდნენ, ჭამდნენ, მათ შორის კუებს. რა თქმა უნდა, მშენებლობებზე ამუშავებდნენ, დიდი შანსია რომ ეს სკოლაც არის ტყვეების აშენებული, იმიტომ რომ აი აქ რო იდგა სამედიცინო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი. სამედიცინო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი ნამდვილად, ისევე როგორც სამედიცინო ინსტიტუტის ყველაზე ძველი корпуსი. რატომ? იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ სანამ ამ მაღალ корпуსს ააშენებდნენ ეს სამედიცინო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი და დაანგრიეს, კედელში აღმოჩნდა ჩაშენებული დიდი ყუთი. სადაც იყო ამ გერმანელი ტყვეების პირადი ნივთები. 1000 რან თურმე ფოტოები, წერილები, ღილები, რაც თან ქონდათ ალბათ. დიდ ყუთში და პრარაბს უნამოსია ამ შენებლობის. და გერმანიის საელჩოში წაუვიათ. ხო და მოდი თამარ ლევან მაკა სიტყვა ვთქვათ, რომ არჩევნების მერე ეხა არ მეცნობა. გავარკვიო და ძალიან მინდა რომ ეს ნივთები თუ არა აქვს წაღებული გერმანიაში, ისი გამოფენა მოხდეს აქ. წითელბაღში, სადაც იმათმა შეაგროვეს გერმანული პატიოსნებით და წესიერებით ეს ნივთები და ძალიან აკურატულად ყოფილა მოკლედ ჩალაგებული. ცუდი სახელიც აქვს ამ პარკს, თქვათ, ყველა მაინც ასე ეძახიან, ბლეაცკი პარკი. სხვათა შორის კიკვიძის ბაღსაც ეძახიან და კიდე რამდენიმე ადგილს ეძახიან, იმიტომ რომ ეს არის ზოგადი საზოგადო სახელი პარკების, იმიტომ რომ იმის გამო რომ აქ ზემოთ ბორცვებია და მოფარებული ადგილებია, მოკლედ სექს მუშაკები ყველა დროში იყვნენ, ხო, ყველა, ვითომ საბჭოთა კავშირის დროს საერთოდ როგორც მან გადაცემაში ერთმა ქალმა თქვა სექსი არ არისო, მაგრამ რა თქმა უნდა იყო კიდეც და არალეგალურიც იყო და აი აქ მოკლედ უშტარი წყავდა და იმის გამო რომ ჩაბნელებული იყო, სადღაც აძვრებოდნენ ამ იმებში და აქედან ამ ჩაბნელებული და მოფარებული არეალების გამო დაერქვა ამ ბაღს წითელი ბაღი, ოფიციალურად ქვია ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღი. ზემოთ იყო სააგარაკე ხეხილის ბაღები, იყო ერთ-ერთი ლეგენდარული ბაღი, აი საბურთალოელი, ვინც ემახსოვრება ხარაძის ბაღი. ძალიან კარგი ბაღი, ლამაზ ბავშვები გადავდიოდით ხოლმე ჩვენი ინიციატივით და ვეხმარებოდით ბარვაში და ნუ რასაც დაგვავალებდნენ ხოლმე. ის ბაღიც გაქრა და ნუ მოკლედ დიდარი ქართველების საცხოვრებელი სახლებია, ეს არეალიც შეიძლებოდა განვითარებული იყო უფრო სხვაგვარად. ის ხეხილის ბაღები ქალაქს გამოესყიდა, იქ პატარა სააგარაკე სახლები იყო და მეტი არაფერი და ეხლა არის რაღაცა უშველებელი ზომაწონის სახლები და ეს აირმის გორად შეიძლება პარკის გაგრძელება ყოფილიყო, თუმცა აქ რო მართლა მიმდებარედ ცხოვრებ ხალხს არ იყო ჩაღას შეხედეთ სადამდე არის ჩამოსული ეს ბაღი, არა და ჩვენ ბავშვობაში ერთი იმდენი ზემოთ იყო. ჩამოვიდნენ და ჩამოვიდნენ ზამთარში რეალობდი. ხო, და ისეთი ამბავი იყო რა, მაგრამ ნუ აგერ რესტორანიც ესეც, ნუ ძალიან ისეთი ამბავი არის საშინელება. მოკლედ ეს სკვერი არის ერთ-ერთი გადარჩენილი მეტნაკლებად დანაკარგების მიუხედავად გადარჩენილი სივრცე. აქვე იპოდრომზე ვთქვათ, უბრალოდ მოკლე ისტორია და ხა დღევანდელ რეალობაზე არ ვილაპარაკებ, თუმცა მე მიმაჩნია რომ საბჭოთა კავშირი უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ და საბჭოთა ქცევა რომ გამოდის ქალაქის ხელმძღვანელი თუ რა ვიცი პარტიის თავმჯდომარე და გეუბნება რომ აქ იქნება ეს. რატო ეს? იქ სინამდვილეში იპოდრომზე მოხდა, აი წეგან ერთ-ერთის თანხად ლაპარაკობდით. რეალური დემოკრატია არის იპოდრომზე, იმიტომ რომ ქალაქი ძალიან ცუდად მოექცა საშვილიშვილო სივრცეს იპოდრომს გაყიდა. და ეს იყო დანაშაული ჩემი აზრით. იპოდრომის გაუქმება იყო დანაშაული, იმიტომ რომ ეს იყო მსოფლიო სტანდარტების იპოდრომი და იქ რაც ზემოთ აშენდა არის კარიკატურა. ქალაქის სივრცეში რომ ცხენები ჯირითობენ, ვარჯიშობენ, შეჯიბრება, ეს უკვე ნიშნავს რომ ეს ქალაქი ცივილიზებული ქალაქია. ამ გაყიდვის შემდეგ ერთი დანაშაული ეს იყო. მეორე ის არის რომ ძალიან ბევრი ტერიტორია შეიჭამა.
ეკლესია სადაც დგას, რამდენიმე კორპუსი სადაც დგას, ის იპოდრომის ტერიტორია იყო, სამეურნეო შენობები იყო მახსოვს კარგად. თამარაშვილის ხარის რო კორპუსებია და ენკვადრატის კორპუსები, მანთავლები იყო, ღიამანეჟის ხარისაც რესტორნებია ჩადგმული. ანუ იპოდრომს უკვე დანაკარგები აქვს ფუნქციის დაკარგვის გარდა. და ის რო დღეს გამოდიან და რა მოხდა, აი რეალური დემოკრატია ევროპაში პარკებს რასაც უშვებიან ხოლმე. ჩვენთან თუნდაც გაივლი და აი ესე უნდა სდიო ბილიკებს, როცა ყველა იმაში არის ბილიკი გაკეთებული ადამიანების მიერ, იმიტომ რომ მე ხო ვიცი როგორ არის ჩემთვის კომფორტული. ევროპაში რა შევიან პარკს გააშენებენ და ბილიკებს არ აკეთებენ და ხალხი თვითონ აბილიკებს ამ სივრცეს და ან დააგებენ ზეთქვაფენს ან არ დააგებენ. იგივე მოხდა იპოდრომზე, ხო? ქალაქმა აბუჩა დაიგდო თავის საშვილიშვილო სივრცე გაყიდა. კიდე კაი ის კაცი მიხვდა რომ კორპუსების აშენებას იქ აგრესია მოყვებოდა თუ არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია რომ არ ააშენა, იცით ვინ კაციც კოლმეურნეობის თავმჯდომარეზე ვლაპარაკობ და ხალხმა მიტოვებულ, მიგდებულ და გამოუყენებელ სივრცეს თვითონ მისცა ფუნქცია. ხო, აი ზემოდან დრონით რო დახედოთ ბილიკებიც როგორი კომფორტულად და მოხერხებულად ხალხისთვისაა გაკეთებული, ახალი შინაარსი შეიძინა. კი, საცხენოსნო სპორტი გავაგდეთ იქიდან, მაგრამ შინაარსი თვითონ ხალხმა მისცა, რომ რა ვიცი, უცხოელები კრიკეტს თამაშობენ, ვიღაცა ჭიდაობს, ვიღაცა ჩემპიონატს ატარებს რაგბის. რეალური დემოკრატიული პროცესი ხალხმა აიღო იმ სივრცეზე პასუხისგებლობა. და ეს არის იმის პასუხი ბუკიას ბაღს რომ მოვაძროთ ღობე და გაჩეხავენო, ჯო რანაირად გაჩეხავენ. პირით ხალხი გაცილებით უკეთესად უვლის, ვიდრე სახელმწიფოულის. ამდენად ეხა რახან წინასარჩენო ამბავი კი არა, მართლა ასეა, რომ უნდა კითხო პირველ რიგში გარშემო ვინც ხალხი ცხოვრობს და მერე დანარჩენ ქალაქს რა უნდა იყოს იქ და ყველა ეტყვის აბსოლუტურად რომ იქ უნდა იყოს ბალახი და არ უნდა იყოს ეს ბეტონი და ქვაფენი აქ რა წდება. ამდენ ქვაფენას იმიტომ ბატონო და შეგვიშვალი იმ ბალახზე. ხო და ერთ-ერთი ქალაქი არის თბილისი, სადაც პარკებში სულ ქვაფენილია, იმიტომ რომ ამაში ფულს აკეთებენ და იმიტომ რომ მიწაზე ვერ გააკეთებ ფულს და ქვაფენის რო დაატყებენ ფულს იშოვ. და მეორე გაზონებზე რო არ გიშვებენ, ეს არის ერთადერთი ქალაქი დედამიწაზე. მგონი იქ წარწერაც ნახეთ ინფექციურთან, გაზონზე არ გადახვიდეთ, ჯო რატო არ უნდა გადავიდე გაზონზე. ეს სასაცილო თუნდაც გაგაცნო. მოსკოვში კრემლის კედელთან გაზონთან ტირის სომეხი. და რა გატირებსო და აქო ჩემი თანამემამულია და დასაფლავებულია და საიდან იციო და წარწერა ნახეო გაზონ ზასეიან. დაახლოებით ექჩის. იპოდრომის ისტორიას ორი სიტყვით გეტყვით. პირველი იპოდრომი თბილისში იყო ყაბახი, სადაც არის ალექსანდროვის ბაღის ქვემოთ ტერიტორია, ზედა ტერასა იყო სასაფლაო მუსლიმანური და ვახტანგ მე-6-ის ძმაც კი არის მან დაკრძალული იესე, რომელიც გამუსლიმებული იყო და რაღაცა ხანი ერქვა, აღარ მახსოვს. ქვედა ტერასა იყო იპოდრომი რა, ყაბახი, ასპარეზი, შარდენსაკ, უბრალოდ ტურნეფორს ყაბახი იყო ესეთი ბოძი ბაშიაჩუკში ხო გინახავთ რომ ირბის და მშვილდი რომ უნდა გაარტყას იმას და რომ ჩამოაგდეს თავს და თავს რომ მოაჭებს, აი იგი ხო რა ხან მშვილს ეზროდნენ, ხან თოფს და ვერცხლის თასდებდნენ ხოლმე შეჯიბრების დროს ტურნეფორს დახატული წალი. ეგ რო გაუქმდა ვორონცოვმა ააშენა ახალი იპოდრომი დიდუბეში და იმ იპოდრომისა ერთადერთი რამ შემორჩა თავლა რო არის, ხო გინახავთ უცნაური შენობა რო არის წერეთლის გამზირზე. ეკლესიას რო გაცდებით, ის არის მანთაშევის თავლა. და მაგითღა თუ მიხვდები რომ ამ იპოდრომი იყო, მაგრამ მე უნდათ უფრო კარგი იპოდრომი, სოფლიო სტანდარტების იპოდრომის აშენება და შეარჩიეს დელისის მინდორი, ესე ერქვა, დელისის ველი. და იმ იპოდრომს ერქვა დელისის იპოდრომი, ყოველთვის. ეხლა უბრალოდ იპოდრომს ვეძახით, მაგრამ მაშინ ერქვა დელისის იპოდრომი. და იყო ერთი ტიპი კაპიტონ ნაჭყებია, იყო ერთ-ერთი პირადი მცველი სტალინის, თეირანის კონფერენციაზე ახდა 2 მეტრიანი ტიპი იყო, ძალიან ისეთი რა, გოლიათი ტიპი, უშიშროების პოლკოვნიკი, მაგრამ ძალიან მაგარი მოჯირით. და ის ცდილობდა რომ დიდუბიდან გადმოეტანა დელისე იპოდრომი, მაგრამ სტალინს როგორც შეეოდა 40-იანების ბოლოს თქვა რომ ესო რაღაც არ მომწონსო, გადაასახლეს, დახვრეტას გადარჩა და მერე 57 წელს ხრუშოვმა დააბრუნა. და ერთ-ერთი მოთავე იყო რომ იპოდრომი გაშენებული. მე ხა სტანდარტები არ ვიცი იმის. რაღაცა ჩეიზის ტრასაო თუ რაღაც, მოკლედ ყოველ შემთხვევაში 1900-იანი, 1850 მეტრიანი, აი ყველანაირი სტანდარტი დასვი და 10000 კაცზე იყო ის ტრიბუნები გაშენებული და დოღი იმართებოდა. გადმოცემით ვიცი, თავს ვერ დავდეთ, მაგრამ გადმოცემით ვიცი და ეს გადასამოწმებელია, რომ როდესაც 57 წელს ვაკესთან 2 დამაკავშირებელი გზა აშენდა, ერთი გაიჭრა აი თამარაშვილის ქუჩა, მაშინ გურამიშვილის იყო. ის ყლდეში გაჭრილია და მეორე ასევე ვარაზის ხევი გაიჭრა და გზად გაკეთდა და ვაკესთან საბურთაოს ორი მხრიდან გაუჩნდა კომუნიკაცია
მაგ დროს მოგვიანებით აშენდა მან ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის შენობა. ხო გახსოვთ ეხლა TBC ბანკსა გამოგროთრული ის ნახეთ. და იპოდრომზე ამბობენ და სამხედროებს ვთქვათ ჩემთვის რომ იპოდრომი იმიტომ იყო ისეთი დიდი რომ საწყობში ინახებოდა ბეტონის ფილები ამ ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის შენობის რომ ასაფრენი ზოლი გაკეთებული იყო თავდაცვის შემთხვევაში. ეს ვიცი კურმოყრიც და ისე უთქვამთ გადასამოწმებელია, თუმცა არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ მთელი ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის შენობა იყო ეს ზაკო მერე გერვეზე დაერქვა და სულ ცოტა ხნის წინ გავიდნენ პრინციპში იმ ადგილიდან და ეს იპოდრომი მოკლედ რა ესეთი ყველასთვის შესანარჩუნებელი სივრცე არის და პრინციპში საბურთალოს ერთ-ერთი ყველაზე და ქალაქის გამოწვევაა რომ ხალხი აი ხა უნდა ვაჩვენოთ მაგრები ვარ თუ არა ვარ რა მით უმეტეს ჩვენ გადმოგვიცა რა იქით იყოს პოლიტიკა და ჭირსაც საუბრია პოლიტიკა მართლა ესეა რა რომ მე ფუნქცია პრინციპში ხალხმა შეინარჩუნა ეს ხალხმა ფუნქციით დატვირთვა და ეხა ზემონა აი ეს უნდა გაკეთდეს ეს საშინლად არ მომწონს მე და 19-ში უნდა დავიწყოთ რაღაცების შენება ეს არის კატასტროფა არ არის ბეტონის ადგილი იქ არ არის კარგით ბატონო ეხლა წავიდეთ დელისე დავასტუკოთ ხო და მე დავიშალოთ რეში გამოერქვა თითქოს უბრალოდ აგურის ნამსხვრევები გადაყარეს მაშინ აფხონი ემდი სხვა დამარება გერმანიის უფრო დიდი მემორიალი ზემოთ ამ ზემოთ ვაჭი ჩასავით არის მოახვალ იქ შუა გულია პატარა მოედანივით არის საკიჟეთი რა გავიწედა წიგშიც არა გავა ხო ეგრე